ყველასათვის უკვე ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის სახლის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა გათხრების შედეგად ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დამადასტურებელი ისტორიული ნაკეთობანი. ჩვენ დავგეგმეთ ჩვენი გადასარკვევი ნაბიჯები და დღეისათვის დაგეგმილი არის, რომ აი ამ პროცესს სათავეში ჩაუდგებენ ჩვენი ახალგაზრდები, დღეს მოინახულებენ ხალხმრავლობის მუზეუმის სპეციალისტებს, სადაც ექნება საუბარი აი ამ ყველაფრის შესახებ, ასევე არქეოლოგიის სპეციალისტებთან ექნება შეხვედრა და შემდეგ კიდევ დავგეგმავთ თუ აი ეს პროცესი რას მოითხოვს, რა ნაბიჯების გადადგმას. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ საჭირო არის კრედიტი ღონისძიებების მიღება. ჩვენ არ ვართ მომხრე იმისა, რომ რაიმე შეჩერდეს, ჩვენ გვინდა, რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელიც აღმოჩენილი იქნა, შესაბამისად შეფასდეს და გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ თუ რა ისტორიულ ღირებულებებთან გვაქვს საქმე. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ იმ ადგილას, სადაც შენდება იუსტიციის სახლი და ჩვენის ინფორმაციის სწორედ აი აქ იპოვეს ისტორიული მემკვიდრეობის ნაშთები, რომელსაც სამწუხაროდ ბულდოზერებით მიწა მიაყარეს. ჩვენ თავისუფალი დამოკიდების ახალგაზრდული თითის მხრიდან სწორედ ხდება აი ამ მასალების მოკვლევა, ამიტომ ახლა საჭიროა მივიდეთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და მის დირექტორს გავესწრებოთ ამის შესახებ, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ისინი. ხალხმრავლობის მუზეუმში გავესწრებოთ მის დირექტორს და კოლექტივს, გოგა ტრაპაიძეს, როგორც მოგვითხრობთ, ვერ ფლობს ძალიან ბევრი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა აღმოჩნდა და რა კონკრეტული ისტორიული მემკვიდრეობასთან გვაქვს მშენებლობის დროს. ამიტომ რა გადავამისამართა ბუნის მხარის არქეოლოგიის მუზეუმის ნაკრძალის დირექტორთან ივანე მუჯირთან, სწორედ მასთან დაწავით ახლა და გავაგზავნოთ აი ამ მასალების მოკვლევა სწორედ ამ კომპეტენტური ადამიანებისაგან. ანუ თქვენ დაგვიანებით მოგაწოდეთ ინფორმაცია თუ თქვენ ეს კულუარულად გაიგეთ თუ რა კულუარულად გაიგეთ და მიდით იქ ამ ადგილზე მიხვედით და არ მოგცეს საშუალება რომ შესულიყავით? არა, საშუალება და არა, ჩვენ არ მინახავთ, უბრალოდ არაფერი აღარ არის. ანუ ნაკეთობები არაფერი არ გინდა. არაფერი არ გინდა. რატო რა გითხრეს, რატო არ არის? მიწა მივახარეთ უკვე თუ წაიღეს თუ რა? მიდრილი აქვს ეს უბრალოდ არაფერი არ არის. თუ ახსნა განმარტება ამის შესახებ არავინ არ მოგწევს და არავინ არ გაიგებს. ისე ვონდეს ეს უბრალოდ შეიძლება მაგის შენობის არანაირ შეაჩერებს, თუ შეიძლება შემდგომ დამთავრებას მე ჩატარდეს დამოუკიდებელი შეიძლება თუ უშლის შეიძლება ჩვენ თვითონ ეროვნული მასშტაბი და მაგით მასალაა მე ეს ფაქტი აფიქსირებული აქვს აგზავნებულია ჩვენთან ეს შესაბამის ორგანიზაციაში. ანუ საქმის უშია არ იქნება ხო ისე თბილისიდან ჩამოსულია თქვა. არა, ეს დღეების ამბავია ხო ცოტა. ანუ თქვენ მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენგან მიწოდებული. ოღონდ თვითონ ნაშთები არ გინახავთ. არა, გარცალავს არ უნახავს. არ ინფორმაცია თქვა სურათებია ამაზე გადაგა. არა, ეს მე ვიღაცებს შეიძლება აქვს, შეიძლება იქ მუშებს არ უნდა გადაღებულ. მაგრამ მუშებიდან ამოვიდა. ხო, მუშებს ესაუბრეთ თქვენ. არა, მუშები არ ნახავთ, უბრალოდ არიან და არ დაგადაგებულ. და ეხლა აი სამართლებრივად როგორ უნდა მოხდეს აი ამის დაცვა, თქვათ რომ თქვენ მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს სამსახურს, იქიდან უნდა ჩავარდეს ამ ჯგუფი უნდა მოხდეს შესწავლა. თუმცა გადაწყვეტენ ხო რა რეაქცია საერთოდ ალბათ გამოვარდნიათ ის მუზეუმის მუზეუმი არის აი ჩვენ ვიყავით ახლა იმ მუზეუმში, მხარეთმცოდნეობის იქ ვითხრეს რომ უფრო კომპეტენტურები ამ თქვენ იყავით და აი ადგილობრივ ხელისუფლება რამდენადაა ჩართული ასაკის მუზეუმში. კომპანიებს აშენებს ამ სახლს, იქნება საქმეში აუცილებლად ამის ხდება. ეს გამარჯობა, თუ გვაქვს ინფორმაციას, რომ აი აქ ინვესტიციის შენობების დროს რაღაც ისტორიული მემკვიდრეობა იპოვეს. საერთოდ ეგრეთია გამიშიჭება. აცნაიდან. და ინფორმაცია რომ აქ როდესაც მუზეუმი სადაც ისტორიის სახლი შენდება, აქ ისტორიული მემკვიდრეობის ნაშთები იქნა აღმოჩენილი. თვითონ დაგინდანო. არც გაზეთში არ წავიდეთ სტორიის დონეზე. სახელებარი? ნადევანი. ის შემაინტერესებს გაქვთ თუ არა ინფორმაცია იქ სადაც იუსტიციის სახლი შენდება, რომ აღმოაჩინეს ისტორიული მემკვიდრეობის ძველი ნაშთები. არანაირი. ან გაზეთიდან თუ შეიტყოთ ან
ქალაქში ჭორისდენის. არც თქვენ არ გქონთ არაფერი ინფორმაციას. კარგი, მადლობა. აი თუ გაქვთ ინფორმაცია და თვითონ სახლის შემდგომ მიმდინარეობს, იქ აღმოაჩინეს ისტორიული მემკვიდრეობის ნაშთები. არც გაზეთიდან არ შეგიტყვიათ და არც ჭორისდენის ქალაქში გადასასვლელი. კარგი, მადლობა. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, მკითხეთ ოზურგეთის მოქალაქეებს თუ რამდენად ფლობენ ისინი ინფორმაციას ამის შესახებ, მაგრამ გაირკვა, რომ ამაზე საჯარო ინფორმაცია არ არსებობს და მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის თუ რა ღირებულების და საერთოდ ზეგლები აღმოაჩინეს სწორედ იუსტიციის სახლის შემოღების დროს.